ვაგრძელებთ საუბარს ციკლიდან საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენაზე, თუ როგორ მივიდა ქართველი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე. ანუ ძნელი გზა დამოუკიდებლობისაკენ, ასე უწოდეთ ჩვენ ამ ციკლს. ეს ჩვენი მეექვსე შეხვედრა არის და დღეს ვისაუბრებთ კიდევ ერთ მოვლენაზე, რომელიც ავტოკეფალისტურ მოძრაობასთან ავტონომისტთა მოძრაობასთან ერთად იყო, თუ შეიძლება ასე ითქვას, ახალი სიო ქართულ სინამდვილეში. იმ აუტანელ ვითარებაში, რომელიც შექმნა საქართველოში 1905 წლის რევოლუციამ საერთოდ, მისმა მარცხმა, ანგარიშწორებამ რევოლუციურ ძალებთან, საზოგადოების გათიშვამ, გათითო კაცებამ, უკანონობის ძალმომრეობის, უიმედობის დამკვიდრებამ და ასე შემდეგ. აი ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენდა ქართული ემიგრაციის ორგანიზაციული და იდეოლოგიური გაერთიანება ევროპაში, დასავლეთ ევროპაში. ეხლა 1905 წლის რევოლუცია დამარცხდა. დაიწყო ყოველგვარი აზრის დევნა, რომელიც ხელისუფლებას საშიშად მიაჩნდა. აღარავის აღარ იმდობდნენ თავისუფლად აზრის გამოთქმა, ჟურნალის, გაზეთის გამოცემა ყოვლად შეუძლებელი გახდა. ყველაფერი ძალიან მკაცრი ცენზურით კონტროლდებოდა. და ბუნებრივად მოხდა თითქოს ახლა ამას რაიმე ორგანიზაციული მზადება არ უძღოდა წინ. ქართველ მოღვაწეთა ნაწილი უკვე 1910 წლისათვის დასავლეთ ევროპის ქვეყნებშია. ესენი ახალ ჩასულ ქართველებზე მოგახსენებთ პეტრე სურგულაძეზე, ძმებ კერესელიძეებზე, ნესტორ მაღალაშვილზე და სხვებზე. მერე კიდე ცოტა უფრო მოგვიანებით იქ ჩავიდნენ გიორგი მაჩაბელი და სხვები. ეხლა მე-20 საუკუნის დამდეგს მე უკვე გითხარით, საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური ემიგრაცია გვყავდა ჩვენ, მაგალითად საფრანგეთში. ისე ვერ გამოიცემოდა ჟურნალი საქართველო, რომლის შესახებაც ჩვენ ვილაპარაკეთ და რომელმაც პირველმა დააყენა პრესაში. ეს პრესა ლეგალური კი იყო, მაგრამ რუსეთში არ გამოდიოდა და ვერც გამოვიდოდა ასეთი გაზეთი. საქართველოს ავტონომიის საკითხი. არჩილ ჯორჯაძე იყო სულის ჩამდგმელი ამ გაზეთისა, მის თანამოაზრეებთან ერთად, რომლებიც უკვე კარგი ხანია ევროპაში ცხოვრობდნენ. ეხლა რაზე დაფიქრდნენ ემიგრანტი ქართველი პოლიტიკოსები?
რომ საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ აჯანყების მოწყობა ბრძოლა ამხელა იმპერიის წინააღმდეგ უპერსპექტივოა. საიმპერიო ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ იგი არანაკლების სისასტიკით უსწორდებოდა ეროვნული რეგიონებისაგან განსხვავებით თვით ველიკო რუსულ რეგიონებს. საშიშროება საიდანაც მომდინარეობდა, იმას ყოფდა და აჩანაგებდა დამსჯელი ექსპედიციები. კარგა ხანს მიხვდნენ ისინი, რომ კარგა ხანს ალბათ საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ეროვნული საკითხის გადაჭრისათვის, უпростоრად საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის, თუნდაც პირველ ეტაპზე ავტონომიის მოპოვებისათვის შეუძლებელი იქნებოდა. საერთაშორისო ასპარეზზე ქართველებმა ძალიან სერიოზული მცდელობა ჰქონდათ 1907 წელს, როდესაც ჰააგის სამშვიდობო კონფერენციას პეტიცია წარუდგინეს იმის მოთხოვნით, რომ საქართველოს ავტონომიური ერთეული სტატუსი მინიჭებოდა. მართალია კონფერენციას ეს საკითხი არ განუხილია, მაგრამ დოკუმენტი შეიქმნა და კონფერენციაზე წარადგინეს ის. ეხლა აქ რა შეასაქმე? თვითონ ის კონფერენცია რუსეთის იმპერატორის ნიკოლაი მეორის ინიციატივით იყო მოწვეული და შეიძლება ევროპელ ლიდერებს კიდეც უნდათ რაღაც აზრი გამოეთქვათ ამ საკითხზე, მაგრამ უბრალოდ ის, რომ კონფერენციის იდეა წამოაყენა რუსეთის იმპერატორმა, მათ თავშეკავებისაკენ მოუწოდებდა. მე პირადად ვფიქრობ, რომ შეიძლება რუსეთიც რომ არ ყოფილიყო ამ კონფერენციის მოწვევის ინიციატორი ქართველი ერის პეტიციას ყურადღებას მაინც ვერ მიაქცევდნენ, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო გრძნობდა, ახლოვდება რაღაც დიდი კატასტროფა. ამ დიდ კატასტროფას მერე პირველი მსოფლიო ომი ეწოდა. გაიყო ევროპა ორ სამხედრო პოლიტიკურ ბლოკად, გერმანია, ავსტრია-უნგრეთი, იტალია, რომელიც შემდეგ ჩამოსცილდა ამ სამხედრო ბლოკს და შემდეგ რუსეთი, ინგლისი, საფრანგეთი. ეს ყველაფერი ტყუილა არ ხდებოდა. მალე დიდი შეჯახება მოხდებოდა. ილია ჭავჭავაძე ერთ-ერთ წერილში წერს, ახლა ეს პატარ-პატარა წვრილ-წვრილი ომებია ევროპაშიო. და თუ ამას დროზე არ მიხედეს, ევროპას ერთი დიდი ომი დაატყდება თავზეო და 1914 წელს დაატყდა კიდეც ეს ომი მას თავზე პირველი მსოფლიო ომის სახით. თუმცა ილია ჭავჭავაძე ამას ვეღარ მოესწრო. ვერ მოესწრო იმასაც, რომ ამ წვრილ-წვრილ ომებს მერე მეორე მსოფლიო ომი მოჰყვა და ისიც მსოფლიოს ხალხებს დაატყდა თავზე. მოკავშირე უნდა არჩიო. და რადგან უკვე გარკვეულია, რომ გერმანია და რუსეთი სხვადასხვა სამხედრო ბლოკშია, ინგლისი, საფრანგეთი, რუსეთი ერთად არიან, ბუნებრივად ვისთან უნდა მისულიყვნენ დახმარების სათხოვნელად, ინგლისთან და საფრანგეთთან, ამას სხვა აზრი არ ქონდა. გერმანიასთან, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იქნებოდა ომი, თუ დაიწყებოდა და ომი რო დაიწყებოდა, ამას ალბათ ყველა ხვდებოდა. გერმანია, ოსმალეთი, ბულგარეთი, ავსტრია-უნგრეთი.
უნდა ითქვას, რომ გერმანელმა პოლიტიკოსებმა ხო ეს ჯგუფი ჯერ შვეიცარიაში მოღვაწეობდა, პირველი მსოფლიო ომი რომ დაიწყო, ბერლინში გადავიდნენ ისინი, რომ უფრო ახლოს ყოფილიყვნენ გერმანიის მთავრობასთან. ეხლა რაც ომში ჩაბმულ ქვეყანას შეეძლო, გერმანელებმა დიდი დახმარება აღმოგვიჩინეს ჩვენ. გულთან მიიტანეს ის ქართველი ერისსატკივარი და გარდა ამისა, ესეც რომ არ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, რუსეთის წინააღმდეგ თუ იბრძოლებდა ქართველი ერი, ეს გერმანიისათვის მისაღები და კარგი იქნებოდა. და ყველა ეს მოღვაწე ძალიან განათლებული, წინდახედული მოაზროვნე პოლიტიკოსები იყვნენ და ალბათ ამანაც იმოქმედა იმაზე, რომ გერმანელები კარგად განეწყვნენ მათ მიმართ. ეხლა ამ მოძრაობაში ჩაება მიხაკო წერეთელი, ცნობილი მეცნიერი, დიდი მეცნიერი. ეხლა ვინც მიხაკო წერეთელს მოусმენდა, რა თქმა უნდა, იმას ეჭვი არ შეეპარებოდა იმაში, რომ თქვათ ქართველები რაღაცას მალავენ, რაღაც მიზნები აქვთ ისეთი, რომ გერმანელებს არ ეუბნებიან და ასე შემდეგ. მიხაკო წერეთელი იყო იმ დროინდელ მეცნიერთა ელიტაში ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე წარმომადგენელი, ხო? ეხლა მუშავდება კონკრეტული გეგმა. გერმანიაში რომ საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა იღვაწოს, ამით საქართველოში რა შეიცვლება? არაფერი. ესე იგი რაღაც კონკრეტული რამ უნდა გაკეთდეს. და გერმანელები დაეთანხმნენ ქართველების აზრს იმის შესახებ, რომ ოსმალეთის ტერიტორიაზე შექმნილიყო ქართული ლეგიონი. და შემდეგ ის ყოფილიყო უმთავრესი ბაზა საქართველოში რუსების წინააღმდეგ აჯანყების დაწყებისა. ეს გერმანელების გეგმებს სავსებით ეთანხმებოდა. ეხლა ვინ უნდა ყოფილიყვნენ ამ ლეგიონის წევრები? ეს იყო ძირითადად პირველი მსოფლიო ომის წლებში თქვენ ჩავარდნილ რუსის ჯარის შემადგენლობაში მებრძოლი ქართველები. მოგეხსენებათ თქვენ, რომ თავიდან რუსეთის არმიამ 1914 წელს ომი წარმატებით დაიწყო, მაგრამ შემდეგ გენერალ რენენკამპის სულელური საქციელის გამო ორი არმია მოყვა ალყაში. კატასტროფა იმდენად დიდი იყო, რომ არმიის სარდალმა, ერთ-ერთი არმიის სარდალმა, გენერალმა სამსონოვმა თავი მოიკლა. უამრავი აიყვანეს გერმანელებმა და ქართველებიც, რა თქმა უნდა, სხვა ფრონტებზედაც ჩავარდნენ. თქვენ ეს ომში ჩვეულებრივი მოვლენა. ოღონდ ახლა თავი უნდა მოეყარათ ამ ადამიანებისათვის და ისინი გადაეყვანათ ოსმალეთში. შეიარაღებას, დაფინანსებას, გაწვრთნისათვის ხელმძღვანელობა იყო აუცილებელი. გერმანელები იღებდნენ თავის თავზე, თავიდან გერმანელი ოფიცერი უნდა ყოფილიყო ბატალიონის უფროსი. ქართველები მერე შეცვლიდნენ მას, როდესაც შეიძენდნენ გამოცდილებას. ეს საკითხი კარგად გამოვიდა ხალხო, მაგრამ ამ კარგ საქმეს წინ გადაუდგა ერთი რამ. ლეგიონი იქმნება, ხელშეკრულებაც გაფორმდა ამასთან
დაკავშირებით ოსმალეთის ტერიტორიაზე. სურს ეს ოსმალეთს. რა თქმა უნდა, ოსმალეთს ეს არ სურს. ოსმალეთს გეგმა აქვს, რომ რუსეთი დამარცხდება ამ ომში და გერმანიის დახმარებით ეხლა ის შეძლებს სამხრეთ კავკასიაში ტერიტორიების ხელში ჩაგდებას, მათ შორის ქართული ტერიტორიების ხელში ჩაგდებასაც. პირდაპირ კონკრეტულად ვთქვათ, ეს იყო საუბარი ყარსის ოლქზე, ბათუმის ოლქზე და თუ ბედი გაუღიმებდათ კიდევ სხვა ტერიტორიაზე. ბათუმის ოლქი შეიძლება არ გამოხატავს იმას, რასაც ის გულისხმობდა, ჩვენ უფრო ისტორიული ტერმინოლოგიით ვაზროვნებთ და სწორია. ეს იყო ზემო და ქვემო აჭარა ერთად. ეს იყო ართვინის ოკრუგი, ანუ ტერიტორია აჭარის სამხრეთით, ხოლო ყარსის ოლქი ეს იყო ტაო-კლარჯეთის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი. ეხლა ოსმალებს მარტო ომი არ შეუძლიათ. რუსეთს კავკასიის ფრონტზე იმხელა არ მიახავს, რომ ოსმალები გერმანიის დახმარების გარეშე ამ არმიას ვერ დაამარცხებენ. ამიტომ გერმანიასაც ვერ უბედავენ იმის თქმას, რომ ქართული ლეგიონის შექმნის იდეა მათ არ მოსწონთ. თანაც პრაქტიკულად ყოველნაირად უშლიან ხელს ამ ლეგიონის შექმნას. ეს საბოლოოდ გადაუჭრელ პრობლემად იქცა. ოსმალეთის წინააღმდეგობამ მის ტერიტორიაზე ქართული ჯარის ის ერთი ლეგიონი თავიდან უნდა შექმნილიყო, თუ არა ამაზე კი არ გაჩერდებოდნენ შემდეგ. შექმნის საქმემ წინ ვერ წაიწია შემდეგ. იმ მიზეზის გამო, რომ ოსმალეთი მას ეწინააღმდეგებოდა და იყო მეორე მიზეზი. სადეს ოსმალეთის ტერიტორიაზე გადაყვანილი ქართული ლეგიონის რუსეთის ჯარის წინააღმდეგ გამოყენება. ლეგიონი, რომლის ფორმირება არ არის დამთავრებული, რომელიც არ არის ჯერ შეკრული ორგანიზმი, კი შეიარაღება ჰქონდათ, მაგრამ შეიძლება მისი გაუმჯობესებაც აუცილებელი იყო და პირდაპირ რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში მისი ჩაბმა ეს სწორედ ართვინის მიმართულებით მოხდა. პირდაპირ თქვათ ყარსის ოლქის დასავლეთ ნაწილში და ბათუმის ოლქის ართვინის ოკრუგში ჩააბეს. ეხლა პირველ წარმატებას თუ მარცხს აქვს, ომში გადამწყვეტი მნიშვნელობა. ვერ იბრძოლა ქართულმა ლეგიონმა. რატომ? არ ქონდათ ამის გამოცდილება, მათ რუსეთის ჯარის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილება იმ დონეზე და რაც მთავარია, ეს იზროა, როდესაც ოსმალეთის არმია უკან მოუხედავად გარბის თავისი ქვეყნის სიღრმეში, ტოვებს ქალაქებს, სოფლებს, გამაგრებულ ადგილებს, ასე რომ მორალურად უკვე ოსმალეთის არმია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ეს გადაედოთ ქართველებსაც. კი, თავისი სამშობლოს ტერიტორიაზე იყვნენ, მაგრამ მოკლედ რომ ვთქვათ, რუსეთის არმიის წინსვლა ვერ შეაჩერეს და დამარცხდნენ
მსხვერპლიც იყო, რა თქმა უნდა. თუმცა ამას იდეა თვითონ არ მოусპია. ლეგიონის პერფორმირება მიმდინარეობდა და მისი საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა. აი ამის შემდეგ და ამის თანადროულად საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ოსმალეთიდან ტაოკლარჯეთში ან აჭარის ტერიტორიაზე ოსმალეთში შექმნილი ქართული ლეგიონების შემოყვანა საქმეს ვერ გადაჭრის. უზარმაზარი არმია ყავს რუსეთს აქ განლაგებული და 14 წლის დეკემბრიდან მუდმივ მარცხს განიცდის ოსმალეთის არმია. 14 წელსაც, 15 წელსაც, 16 წელს საერთოდ წარმოუდგენელი მარცხი იწვნიეს. ყველაფერი რით დამთავრდა, არზრუმი დაკარგა ოსმალეთმა, ტრაპიზონი დაკარგა ოსმალეთმა. ასეთ შემთხვევაში ოსმალეთის არმიის მხარდამხარ ქართული ლეგიონების ბრძოლა საქართველოს განთავისუფლებისათვის წარმოუდგენელი იყო. ოსმალებს თავისი საქმე უჭირდათ, ხო? გადაწყვიტეს, რომ საქართველოში ჩამოსულიყვნენ არალეგალურად და რუსეთის წინააღმდეგ აჯანყების მოწყობის მიზნით მოლაპარაკება ეწარმოებინათ წამყვან პოლიტიკურ პარტიებთან და მიმდინარეობებთან. ეხლა ევროპაში მოღვაწე ქართველი პოლიტიკოსები, ემიგრანტები უფრო ახლოს იყვნენ ეროვნულ დემოკრატიულ მოძრაობასთან. ეროვნულ დემოკრატიული პარტია ჯერ არ არსებობს საქართველოში, მაგრამ მოძრაობა ეროვნულ დემოკრატიული არსებობს. ყველაზე ძლიერი კი არის სოციალ-დემოკრატიული პარტია. ახლა ჩვენ ერთი შენიშვნა უნდა გავაკეთოთ. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია არ არსებულა 1918 წლამდე. ქართველი სოციალ-დემოკრატები 1903 წლიდან გაერთიანებული იყვნენ რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში. და ბოლო დროინდელი ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით ბოლო დროინდელს უწოდება პირველი მსოფლიო ომის პერიოდისასმე იწოდებოდნენ ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტად. პარტია გვიან შეიქმნა, როცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხი გადაწყდა. მაგრამ ეროვნულ დემოკრატებსაც არ ქონდათ ვერ შექმნეს პარტია, მაგრამ იმ საპროგრამო მოთხოვნის განხორციელებაში ხელი არ შეშლიათ. ქართველ სოციალ-დემოკრატებს თავისი პარტიაც არ ქონიათ და არც თავისი პროგრამა არ ქონიათ. ისინი ანხორციელებდნენ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მეორე ყრილობაზე მიღებულ პროგრამას. ასე რომ ეს იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ნაწილი, ოღონ ეროვნებით იყვნენ ისინი ქართველები. და ჩვენ როცა პარტიას ვახსენებთ, ეს უნდა ვახსოვდეს, რომ ქართული პარტია არ არსებულა 1918 წლამდე სოციალ-დემოკრატიული მიმართულებისა. ეხლა მიხაკო წერეთელმა კარგად იცოდა, ვის უნდა დალაპარაკებოდნენ აქ.
ქართულ სინამდვილეს ის კარგად იცნობდა. არა მარტო დიდი მეცნიერი იყო, მსოფლიო რანგის მეცნიერი, არამედ კარგი პოლიტიკოსიც იყო, ხო. ევროპიდან ჩამოსულები დამოუკიდებლობის საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სახელით შეხვდნენ ნოე ჟორდანიას, როგორც ყველაზე უფრო ძლიერი პოლიტიკური მიმდინარეობის ხელმძღვანელს და ნოე იგონებს ევგენი გეგეჭკორის წავიყვანე ამ შეხვედრაზე. რა თქმა უნდა, ახლა კარტი გახსნილია. ნოე ჟორდანიამ კარგად იცოდა, რისთვის ჩამოვიდნენ ისინი და რას სთხოვდნენ მას. თქვათ, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრებიც კარგად იცოდნენ მათ თხოვნაზე რა პასუხს მიიღებდნენ ჟორდანიასაგან, მაგრამ შეხვედრა მაინც აუცილებელი იყო, იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ, ქართული ლეგიონით, თუნდაც 2, 3, 4 და 5 ლეგიონით მთელი ტაო-კლარჯეთის ბრძოლების გავლა, ქვემო და ზემო აჭარით ბრძოლების გავლა და ვთქვათ, ქუთაისი და თბილისის დაკავება ეს წარმოუდგენელი იყო, ეს ზღაპარი იყო. სხვა რაღაც უნდა მომხდარიყო. საქართველოში უნდა დაწყებულიყო საყოველთაო აჯანყება. ნოე ჟორდანიამ ასეთი რამ თქვა. ჩვენ აჯანყებას ვერ დავიწყებთ იმის გამო, რომ რუსეთის მიმართ უმადურებას ვერ გამოვიჩენთ. გულისხმობდა მე-19 საუკუნეს, როდესაც რუსეთ-ოსმალეთის ომების დროს რუსეთმა შეძლო ოსმალეთის განდევნა საქართველოს ისტორიული ტერიტორიიდან და 1878 წლის ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით დიდი ნაწილი ისტორიული მესხეთისა დაუბრუნდა, გადავიდა რუსეთის შემადგენლობაში. დატოვა ოსმალეთმა აღიარეს მარცხის შემდეგ. ეს ძალიან დიდ მოვლენად მიიღეს საქართველოში მაშინ და ჟორდანია ამას გულისხმობდა. უმადურებას ვერ გამოვიჩენთ, რომ ჩვენ რუსეთი გვიცავდა ოსმალეთის აგრესიისაგან. მეორე არგუმენტი, რომელიც ჟორდანიამ წამოაყენა, მოვლენათა რეალურ აღქმას და ანალიზს ემყარებოდა. თქვა, დავიწყეთ აჯანყება. ჩვენ რუსეთის არმიას ვერ გაუძლებთ. რუსეთის არმიამ წელში გატეხა ოსმალეთის არმია. ჩვენ რა უნდა ვუყოთ მას? დაგვეხმარება გერმანია. მაგრამ როგორ მოვა გერმანია საქართველოში? შეიძლება მოვიდეს 6 თვის მერე, 1 წლის მერე, მაგრამ საქართველო აღარ იარსებებს მაშინ. რუსეთი საშინლად იძიებს შურსო. ნოე ჟორდანია ეუბნებოდა ევროპიდან ჩამოსულ დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრს. არ დაგვინდობს რუსეთი, არაფრისაგან უკან არ დაიღებს. მით უმეტეს მას რუსეთიდან ჯარების გამოხმება არ ჭირდება, უზარმაზარი არმია დგას კავკასიის ფრონტზე, რუსეთ-ოსმალეთის კავკასიის ფრონტზე და იქიდან ნაწილის გადმოსროლა საკმარისია, კიდეც რომ განხორციელდოს საყოველთაო აჯანყება, არაფერს სირთულეს არ წარმოადგენს. ეხლა მე რატომ ამბობ ეს სწორ ანალიზს ემყარებოდა თქო.
აი ერთი მაგალითის მოოტანა შეიძლება როგორ აზროვნებდა მაშინდელი საზოგადოება. არ არის ლაპარაკი ნოე ჯორდანიაზე, ევგენი გეგეჭკორზე, კარლო ჩხეიძეზე, ირაკლი წერეთელზე და სხვა ცნობილ სოციალ-დემოკრატებზე. საზოგადოება. რუსოფილური განწყობილება არის ძალიან ძლიერი. მაგრამ მას კონკრეტული გამოვლინებები სადა აქვს. ერთ-ერთი ასეთი მაგალითი მოყვანა შეიძლება. დაიწყო პირველი მსოფლიო ომი და ორი გერმანული კრეისერი გებენი და ბრესლაუ ბოსფორ-დარდანელის სრუტით შემოვიდა შავ ზღვაში. სრუტის რეჟიმი ასე იყო შეთანხმებული, ოსმალეთს არ უნდა გამოეტარებინა კრეისერები, სავაჭრო გემებისათვის იყო ის მარტოხია. მაგრამ ოსმალებმა თავი იმართლეს ნისლი იყო და გაეპარათო მესაზღვრეებს, რა თქმა უნდა არასწორი იყო. და საკმაოდ სერიოზული სიძლიერის გერმანული კრეისერები იყვნენ. დაბომბეს შავი ზღვის სიმაგრეები, მათ შორის სევასტოპოლი და წამოვიდნენ საქართველოსაკენ. საშინელ პანიკაში ჩავარდა დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა. რაღა გვეშველება, მოდის გერმანია, ახლა მათ ხომ არ იცოდნენ, ორი კრეისერი იყო თუ 20 იყო იქ. ნუ გერმანელები გამოჩნდნენ შავ ზღვაში, დაბომბეს სევასტოპოლი და სხვა სიმაგრეები ჩრდილოეთ შავი ზღვის პირეთში. ეხლა მოვლენ და დაბომბავენ სოხუმს, ფოთს, ბათუმს, ნაპირზეც გადმოსხდებიან და ქვეყანას დაიპყრობენ. რაზე მეტყველებს ეს? ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქართველ ხალხს, ქართველ კაცს, მე გულისხმობ მოსახლეობის დაბალ ფენას და არა მის პოლიტიკურ ელიტას, ვერ წარმოედგინა, რომ გერმანელები აქ ქართველების დასაჩაგრავად და დასახოცად კი არ მოვიდოდნენ, თუ მოვიდოდნენ, რუსების აქედან გასარეკად, რადგან სამხედრო სტრატეგიული მიზანი გერმანელებისა იყო, რომ სამხრეთ კავკასიიდან გასულიყვნენ ჩრდილო კავკასიაში და ზურგში ჩადგომოდნენ რუსეთის ჯარს. ეხლა ეს არც ისე ძნელი გასაგებია, მაგრამ მაშ რა მაღაშფოთა მოსახლეობა? იმან რომ ქართველი ჯერ რუსეთის მტერს საქართველოს მტრად თვლის. აი ეს იყო მთელი უბედურება. ამ ორი კრეისერის შავ ზღვაში გამოჩენამ და მოსალოდნელმა სოხუმის, ფოთისა და ბათუმის დაბომბვა გამოიწვია ის, რომ აშკარა გახდა ქართველი არაცნობიერებს იმას, იცის და არაცნობიერებს თუ ვერ ხვდება. ეხლა ეს ხო ძნელი გასარკვევია, რომ გერმანელია ქართველების გასაჯლედად არ მოვიდოდნენ. გერმანელები აქ მოვიდოდნენ, აქედან რუსების გასარეკად, რომ ჩრდილო კავკასიაში გასულიყვნენ, მერე რომ გერმანელი ქართველის მტერი არ არის. მაგრამ საერთო სურათი ასეთია, საშინელი პანიკა და აქედან დასკვნა, რომ ქართველი კაცი რუსეთის მტერს საქართველოს მტრად მიიჩნევს. აი ეს იყო ძალიან ცუდი. ამის დაძლევა ძალიან რთული იყო, რადგან ადამიანს აქვს თავის შეგნებაში ეს ჩაჭედილი და მას საუბრით, საგაზეთო სტატიებით და საჟურნალო სტატიებით ვერ ამოიღებ მისი შეგნები და აქ სხვა რამ არის საჭირო. და ჩვენ და საბედნიეროდ მერე ამას ვისწავლით ჩვენ. გავივლით ამას ჩვენ. რა უნდა მოხდეს? რუსეთმა უნდა ჩაიდინოს ერთი მტრული მოქმედება, მეორე მტრული მოქმედება, მესამე მტრული მოქმედება
რომ ქართველი კაცის შეგნებაში გაცნობიერდეს. ეს მტერია, მოყარე კი არ არის საქართველოს. პირველი რა გააკეთა ასეთი რუსეთმა. ბრესტ-ლიტოვსკის 1918 წლის 3 მარტის ზავით საქართველოს ისტორიის ტერიტორია აიღო და აჩუქა ოსმალეთს. ამან ქართული საზოგადოება გამოაფხიზლა. მერე რა გააკეთა რუსეთმა. კავკასიის ფრონტიდან მოხსნილი ჯარით თბილისისა და საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას სადამარა არ გამოვიდა. ამანაც ქართულ საზოგადოებაზე ცივიშყაპის მაგვარი მოქმედება იქონია. ესე იგი, აქ ლაპარაკს, საუბარს, აგიტაცია, პროპაგანდას აზრი არ აქვს. იმ რუსეთმა, რომელსაც ქართველი კაცი თვლის თავის მტრად, იმიტომ რომ გერმანია მისი მტერია და არ უნდა გერმანიის მხარეზე რაიმეს გაკეთება, რადგან რუსეთი და გერმანია მტრები არიან და ის რჩება რუსეთის მხარეზე. ტრაგედიად მიაჩნია ორი კრეისერის შემოსვლა შავ ზღვაში. ესე იგი, ისტორიულმა პროცესმა უნდა მოახდინოს გადატრიალება ადამიანების შეგნებაში და ჩვენ და საბედნიეროდ ეს გადატრიალება მოხდა. ამას ჩვენ შემდეგ შეხვედრებზე შევეხებით. ახლა კი გვინდა გარკვეულწილად შევაჯამოთ ნათქვამი. ევროპაში ქართული პოლიტიკური ემიგრაციის გაჩენა იყო უმნიშვნელოვანესი მოვლენა. და თბილისიდან თქვათ, ევროპაში მოკავშირეს ვერ იპოვი. ევროპაში უნდა იყო, იქ უნდა მოღვაწეობდე, ევროპის ქვეყნების მთავრობებთან უნდა ჰქონდეს ურთიერთობა. იქ უნდა გაირკვეს მონახაზი ძალთა განლაგებისა, ვინ ვის მხარეზე დგება. გერმანია და რუსეთი თუ ერთ მხარეზე არ დადგება, ესე იგი გერმანია ჩვენი მოკავშირეა. მაგრამ გერმანია და რუსეთი თუ ერთ სამხედრო ბლოკში იქნება, მაშინ გერმანიაზე ორიენტაციას აზრი არ აქვს და სხვა ქვეყანა, სხვა სახელმწიფო უნდა ეძებო. ესე იგი, მძლავრი ცენტრი შეიქმნა ევროპაში, რომელიც ეძებდა მოკავშირეს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლაში. ეხლა ჩვენ რომ თქვათ, რომ ისა რასაც საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი ევროპაში აკეთებდა, ის საყოველთაოდ ცნობილი იყო საქართველოში, ტყუილი იქნება, არაფერიც არ იყო ცნობილი. ცენზურა ჟურნალ გაზეთებში ერთ ტრიქონს არ გაუშვებდა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის შესახებ. ხმები თუ მოდიოდა ნაწილ ვინმე თუ ჩამოვიდოდა და რაღაც ამბავს ჩამოიტანდა, რაღაც ნაწყვეტებს ამ პოლიტიკური ცხოვრებიდან თუ არა სხვა არაფერი. ცუდი ის იყო, რომ ჯერჯერობით ქართულ საზოგადოებასა და ევროპის ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციას შორის კავშირი არ არის. ეს კავშირიც თავის დროზე დამყარდება და ახლა შეიძლება ვთქვათ, როდესაც რომანოვების დინასტია დაემხობა რუსეთში უფრო ლიბერალური პოლიტიკური რეჟიმი დამყარდება და ევროპასთან საქართველოს კავშირი უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს. და ის დროც საკმარისი აღმოჩნდა, რომ ეს ამ კავშირს რეალური შედეგები გამოეყო. და მეორე დასკვნა ამას ნაწილობრივ ჩვენ შემდეგი საუბრის თემის დასაწყისით შევეხებით, მაგრამ ეხლა ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიდეთ. ავიღოთ 1905-1914 წლების ქართული საზოგადოება, რომლის დახასიათებას ჩვენ დიდი დრო დავუთმეთ.
5 წელია რევოლუციის დასაწყისი. 1914 წელს როცა ვამბობთ პერიოდს პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე, ომი ზაფხულში დაიწყო და 9 წელი აი ჩვენ პირველ პერიოდში თავსდება. ქართული საზოგადოება ხასიათდება გარკვეული ნიშნებით. და იცით, ცხადზე ცხადია თუ ამ ორ ეპოქას შევადარებთ 1905-14 წლებს და 1914 წლიდან თქვათ 1917 წლამდე, ნუ დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წელს მოხდა და თქვათ 17 წლის ბოლომდე, როდესაც ახალი მერე სხვა ეტაპი დაიწყო უკვე. როგორც თეთრი და შავი საზოგადოება ისე განსხვავდება ერთმანეთისაგან. საზოგადოებამ ფერი იცვალა მთლიანად. რაც არ აინტერესებდა, იმის მიმართ ინტერესი გაუჩნდა. პოლიტიკური პარტიები გააქტიურდნენ. ეხლა ომმა დიდი უბედურება მოიტანა ყველა შრომელი სოციალური კლასებისათვის. და ხალხმა ისიც გააცნობიერა, რომ ამაში დამნაშავე იყო ომი და დამნაშავე იყო ის მთავრობა, ვინც ეს ომი დაიწყო. ესე იგი სამიზნე გახდა უკვე ვინ? რუსეთის იმპერიის მთავრობა. ომი ამაში დამნაშავე, მაგრამ ომი თავისთავად ხო არ დაწყებულა. ომი დაიწყო მთავრობამ, ომი დაიწყო იმპერატორმა და ეს სამიზნე გახდა მთავრობა და იმპერატორი. უკვე ნელ-ნელა რუსოფილური განწყობილება კლებულობს და საზოგადოება თანდათან მიდის დასკვნამდე, რომ ჩვენ ამ უბედურებაში გადაგჩეხა რუსეთის იმპერიის მთავრობამ, რომ რუსეთის შემადგენლობაში არ ყოფილიყავით, დაპყრობილი არ ყოფილიყავით რუსეთის მიერ, ეს უბედურებაც არ გვეწეოდა. ეს უბედურება კი ძალიან დიდი იყო. ფაქტიურად გარდა იმისა, რომ უამრავი ქართველი დაიღუპა ამ ომში, უამრავი ხეიბარი დაბრუნდა სამშობლოში, სოფლიდან გაიყვანეს მთელი გამწევი პირუტყვი, ცხენი, ხარი, კამეჩი და ასე შემდეგ. პირველადი მოხმარების საგნები გახდა ფუფუნება. მედიკამენტები გახდა ყოვლად მიუწვდომელი ფრონტიდან ჩამოსული დაჭრილი ადამიანებისათვის, რომელსაც საკმაო ხნის მანძილზე მკურნალობა სჭირდებოდათ. ომმა მთლიანად შეცვალა ქართული საზოგადოების განწყობილება. სხვათა შორის ისევე როგორც შეცვალა რუსული საზოგადოების განწყობილება. იქაც იგივე ამბავი იყო სოციალური თვალსაზრისით. ომი საინტერესოა ეროვნული მოძრაობის აღმავლობის თვალსაზრისითაც. ეს არის ფაქტიურად მოსამზადებელი პერიოდი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა. მიუხედავად რომ ასეთი დიდი ძვრები მოხდა, ომმა შეცვალა ქართული საზოგადოების განწყობილება, სხვა მიმართულებით წაიყვანა ეს საზოგადოება. ერთი რამ ცხადია, რომ ომის გამო რუსეთში შექმნილმა პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა და სოციალურმა კრიზისმა
რუსეთის მარცხმა პირველი მსოფლიო ომის ფრონტებზე გარდა კავკასიის ფრონტისა მხოლოდ აქ მოიპოვა რუსეთმა დიდი გამარჯვებები საბოლოოდ გამოიწვია რუსეთში მონარქიული რეჟიმის დამხობა და ქართული საზოგადოების განწყობილება რომელიც შესცვალა ომმა უკვე სხვა გასახანი მიიღო ახალი პოლიტიკური რეჟიმის პირობებში რომელსაც ჩვენ უწოდებთ რუსეთის დროებითი მთავრობის პოლიტიკურ რეჟიმს, გაცილებით ლიბერალურს, გაცილებით დემოკრატიულს და ასე შემდეგ. მაგრამ ეს გზა მაინც ძნელად გასავლელი აღმოჩნდა. აი ამ სიძნელეების შესახებ ჩვენ ვისაუბრებთ შემდეგ გადაცემებში. ეხლა კი დაგემშვიდობებით ბატონებო და ქალბატონებო, კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.